მოგესალმებით ტელეკომპანია ქართული ეთერიდან. თქვენ უყურებთ გადაცემას ცოდნის სკივრი, რომლის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე მანანა აბაშიძე. გადაცემა ყოველ ხუთშაბათს საღამოს 10 საათზე გესტუმრებათ განსხვავებული თემით. განმეორებითი ნახვის სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დილის 7 საათზეც ნახოთ. წარმოადგენს სტუმარს ქალბატონ ნელი კობიაშვილს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს გაუხარდება ქალბატონი ნელის ხილვა. მაგრამ დღევანდელი მიზეზი ორმაგი სიხარულის მიზეზია. ეს არის ორმაგი სიხარული გამოწვეულია. ქალბატონი ნელი გახდა მართლა ღირსეული, მართლა ღირსეული საპატიო თბილისელი. ადრეც უნდა გამხდარიყო, მაგრამ გახდა და უკვე ძალიან მადლობა, მოლოცვის. გილოცავთ მე და თქვენ მიულოცეთ ერთმანეთს, მაგრამ ეხლა კიდევ გილოცავთ. დიდი მადლობა. და რამ განაპირობა? მე დღეს სულ სხვა თემა მქონდა ჩასმული, დღეს თქვენთან სხვა თემით მოვდიოდი, მაგრამ როცა გავიგე რომ ქალბატონი ნელი საპატიო თბილისელთა არმიას შეუერთდა, გადავწყვიტე რომ მიგველოცა ტელევიზიით. დარწმუნებული ვარ, ბევრი შემიერთდება ამ სურვილში. მაგრამ პლუს განაპირობა რამ? 3 ოქტომბერს განვიცადე რაღაც საოცარი ბედნიერება და რატომ? სრულიად მოულოდნელად, უბრალოდ სურვილი კი არა, ნატურაც კი მომერიდებოდა ამისა, რაც მე 3 ოქტომბერს გადავიტანე და ეს იყო რა? მე 3 ოქტომბერს პატრიარქის სახელობის პრემიის ლაურეატი გახლავართ უკვე იმის შემდეგ. მომანიჭეს იმ 3 ოქტომბერს. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ღვთისწყალობა, რომლის მადლობელი ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე. ვიფიქრე, რომ ქალბატონი ნელი საპატიო მოქალაქეა და რატომაც არა, 2 ნომინირებული, 2 საპატიო. ამდენად ვიდრე მის საქმიანობას შევეხებოდა. ჯერ მეც მოგილოცავთ ახლა ამ ხელა. კი ბატონო. ეს ისეთი სასიამოვნო ჯილდოა პატრიარქის. არ მითხრათ. რაღაცა ღვთისწყალობაა თითქოს, ხო? აი იმ სიგელით, აი ესე დავდიოდი ჩახუტებული. მის. თვითონ რას წარმოადგენს პატრიარქი, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და ბედნიერი ჯამთელად იყოს, რაც მთავარია. ამინ. და წარმოიდგინეთ ახლა პატრიარქის სახელობის პრემიის ლაურეატობა. ძალიან დიდი უღრმესი მადლობა განგებას და ეს იყო. მოკლედ 2 ლაურეატი, 2 ასეთი გამოჩენილი ქალის ხედავთ ახლა და მართალი რომ უთხრათ მაყურებელს, კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს. თუნდაც თანდათან გავიცნობთ, ხო? რა საკვირველია. და ესა ქალბატონი ნელი, რა მინდა გითხრათ? მე ესეთი აზრი მაქვს ახლა რომ მე თქვენი საქმიანობის შესახებ ვიცი რომ აი თქვენ რო ჟურნალისტობის თქვენი როცა მოქმედი ჟურნალისტი იყავით მე ყველა საქმეს ვტოვებდი და გიცქერდით თქვენ იყავით სამაგალითო და ვერაფრით ვერ დავუშვებდი რომ დადგებოდა ისეთი დრო რომ მანენა აბაშიძე თქვენი მასპინძელი იქნებოდა. ძალიან მადლობელი ვარ რომ მობრძანდით, ძალიან მადლობელი ვარ თქვენი საქმიანობისა და ეხლა ქალბატონი ნელი, თუ თქვენ წინააღმდეგი არ ახლა, წინააღმდეგი არ იქნებით, მაგრამ ხوارაფერი გაქვს სათქმელი, ვიდრე დავიწყებდეთ და მე მინდა რა? მე მინდა კითხოთ, ნელი კობიაშვილი ჩვენ ვიცით, როგორც წარმატებული, არა, ჟურნალისტი, ეგრე უბრალოდ მშრალად ისა არ შეიძლება. თქვენ ხართ სამაგალითო ჟურნალისტი, მართლა სამაგალითო ჟურნალისტი. აი წიგნი თუ არა აქ ადამიანს, რომელსაც წაიკითხავ ჟურნალისტიკის შესახებ, გიყუროთ თქვენ და მორჩა ამით. ეხლა მე მინდა მოგახსენოთ ესეთი რა. მე უკვე იმის შემდეგ, რაც ჟურნალისტობა, ეს სულ ვიცოდი, ვიცი რომ გახდით მკვლევარი ფიროსმანისა. ეს დიდი ხნის და უზარმაზარი შრომა გაქვთ გაწეული ამასთან დაკავშირებით. ეხლა აი ეს 2 ფაქტორი ვიცით უკვე. ეხლა მინდა გკითხოთ, ხომ არ არის რამე ისეთი რაც მე არ ვიცი და მინდა გკითხოთ, ვინ არის დღეს ნელი კობიაშვილი? დღეს ნელი კობიაშვილი არის დიდი ბებია.
ნუ ეგ უპირველესია რასაკვირველია. ეს არის მთავარი ორი მოზრდილი 10 წლის და 12 წლის შვილთა შვილები მხარს. შეგეძლოთ არ გეთქვათ. ეს ჩემთვის ესაც სიამაყეა რომ ამას ვერ დავალა ვერაფერი. უბრალოდ არ ჩანს თორე. ამ წუთში ვარ დირექტორის მოადგილე შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის და სხვა შორის გვაქვს არაჩვეულებრივი გამოფენა ახლა ახალ корпуსში ყველას ვეპატიჟები მართლაც საოცარია ალბათ მიიღებს თანამედროვე ავანგარდი თანამედროვე ავანგარდიც და ძველიც და კანახიც და ფიროსმანიც და ნუ საოცრება ორ სართულზე ასეთი არ მქონია ჩვენ ამის შესაძლებლობა არ ქონდა და აი თეა წულუკიანის დახმარებით ის რომ ყველაფრის საშუალებას გვაძლევდა თავისუფლებას გვაძლევდა ჩვენმა სპეციალისტებმა ხელოვნებაცოდნეებმა ეს გააკეთეს მოახერხეს და ძალიან დიდი ამბავია მხოლოდ მადლობა მათ კი ნამდვილად აი ეს არის დღეს ჩემი საქმიანობა მუზეუმში საქმიანობ ნუ ხან ბავშვებსაც იშვიათად არ მრჩება დრო მართალი გითხრათ ბებიობისთვის მაგრამ ნუ თავის დროზე ჩემი შვილიშვილები გამზარდა და ახლა დრო შესვენების ცოტა შეისვენოთ თქვენ ხო მაგრამ არ მეგონა იცით რომ უკვე ჩემ ასაკში მე გავხდებოდი მუზეუმის დირექტორის მოადგილე და როდესაც თეა დაინიშნა მინისტრად კულტურის დამირეკა და მე მივიტანე რაღაც მასალები რომელიც კვლევას ვატარებდი ხოლმე და რაღაცები არ მომწონდა მუზეუმში მუშაობის და მთელი ეს ისინი მითხარ გეხოცებიო ამას კი ვნახავ მე ყველაფერს მაგრამ მე სხვა რაღაცაზე დაგიბარეო შენ და აი მინდა ეს შემოგთავაზო მე ვიუარე რა დროს ჩემი ის არის ამ ჩემ ასაკში უკვე რაღა აი ამდენი წლისა ვარ თეა მე ვითხარ მე რა ვითხარ არაფერი და რაღაცა დაჭირდა 15-20 რომ დავთანხმებოდი, იმიტომ რომ ნუ მე ვთხარი აი დიდი ნიჭი აქვს მაგისა თეას დათანხმების. აი მეთქი შენი სახარვისთანაც წავლენ მაშინ. როგორ არის რაზვედკა ქართულად დაზვერვაში. მე მასთან ერთად ასე დაიწყო და მოკლედ ახლა ესეთი საქმიანობაა და კიდე მაქვს რაღაცა მასალები. კი, რა თქმა უნდა, რაღაცა მასალები, რომელიც გოგლას დროს გოგლა ეძებდა მას ძალიან მივყევი მე თავიდანვე ყველაფერს და მინდა კიდე ისიც გამოვაქვეყნო აი ეს ნამუშევრები რაღაც ნაშრომები უბრალოდ გოგლა ლეონიძის რომელიც ცალკე ცირს კარში და ასე ჟურნალებში ინახებოდა და მან ხო საერთოდ გამოამზევრებთ ანუ ხო მინდა გამოვცეს ესეც რომ არ დაიკარგოს რაღაცები მინდა კიდე გავაკეთო ხო და ნუ გარდა ფიროსმანი იცით ჩემთვის თავარი ორი მომენტია იცით რომ ჯერდი ფიროსმანთან დამაკავშირა შემთხვევა და ეს შემთხვევა აღმოჩნდა რომ შემთხვევა კი არა ბედის წერა ყოფილა იმიტომ რომ მე იმდენი რამე გადაეჯაჭვა და აი ესე გადაიკვეთა იმდენი რაღაცა რომ არ შეიძლებოდა რომ ის შეხვედრა ყოფილიყო შემთხვევითი როდესაც დავიწყე ეს ამბავი პარალელურად აიცით რომ აი ჟურნალისტის ამბავზე გეტყვით უნდა გამეკეთებია 3 წუთიანი სიუჟეტი იმიტომ რომ ნახე მოხუცი კაცი რომ ამას თქვა რომ მე ფიროსმანის აფლავი ვიცი და მინახია ცოცხალი ნიკალა 92 წლის იყო მაშინ ეს ადამიანი და ნუ გადავწყვიტე რომ გავაკეთებ ახლა მივიყვან იმ ადგილას აბას არ ნახე ამის საფლავი და გადავიდე მაგით დაიწყო რა ეს ყველაფერი დაიწყო იგი რაგორნი იყო ოპერატორი აღარ არის აცხონოს მისისული ხო და თან ვიღებდი ყველაფერს და ეს ადამიანიც გადავიღე მაგრამ ეხა ეს 3 წუთიანი მასალა რო გავიდეს და იყოს სრულფასოვანი მე კიდე რაღაცა უნდა ვიცოდე ხო ფიროსმანზე წავედი საჯარო ბიბლიოთეკაში ვიჯექი ერთი კვირა ორი კვირა რაღაცები შევადარე ერთმანეთს რაღაცა არ მომეწონა წავედი არქივში და არ ემთხვეოდა რაღაცები ერთმანეთს და მე ესე იგი არქივში დაიწყო ამ ძველ წიგნებში აი მე-18 მაგრამ უბრალოდ მე-19 საუკუნის ბოლო 1800-იანი წლები და აქეთ 1920 წლამდე ზიება ნუ მაშინ არქივში იყო საშინელი მდგომარეობა ეს მთლიანად წიგნებში იყო ის კი არ იყო ცალკე დარბაზი რომელი წელია ქალბატონი 82 აჰა გასაგებია
და არავით არის დარბაზი, მტვერი, სავსე, წიგნები, ძველი, რა ვიცი, ზოგი ჭირით გარდაცვლილების და იმის პერიოდი რაღაცა ყველაფერი რო წერია, რომ ეს ჭირით გარდაიცვალა, მთელი სოფლები ამოწყდა და ვეძებ რაღაცას ხანერთ ხანერ, ბევრი რაღაცას მივაგენი და რაც მთავარია, დაბადების თარიღს მივაგენი ფიროსმანის. რაც იყო გოგლა ლეონიძის ოცნება. სულ ყველას ეკითხებოდა რა, აი შენ რა იცი, რომ როგორმე გაეგო რა ხნის იყო რომ გარდაიცვალა და აღმოჩნდა რომ 62-ში კი არ არის დაბადებული, 66-ია დაბადებული. ანუ 4 წელია სხვაობა. და ამ დროს კი ამბობდნენ თანამედროვეები. ნაკლებს ამბობდნენ, ნაკლები იყო ვარაუდი? თანამედროვეები ბევრი ამბობდა რომ 50 ცოტა გადაცილებული იქნებოდაო და ეს აღმოჩნდა, ეს არის სწორი. და იმითი 60 წლის გამოდის ხო. ბევრად ახალგაზრდა ყოფილა. დიახ. ხო, ეს ძალიან დიდი ამბავი იყო, რაც მინდა რომ ყველა მიცოდეს და რომ ის თარიღი არის ესეთი, მაგრამ ჯერჯერობით მაინც წერენ 1962-ს, თუმცა ყველა მეცნიერებმა დამიდასტურეს, იყო სამეცნიერო საბჭო, მარიკა ლორთქიფანიძის ასათიანი იყო მაშინ პროფესორი, ვახტანგ ბერიძეს წიგშიც აქვს მონაცემი, რომ აი ეს უფრო ახლოა სინამდვილესთან ვიდრე ის ძველი თარიღი, მაგრამ ჯერჯერობით ასე მიდის მაინც. და მეორე დიდი გამარჯვება იყო ეს უკვე რეზო თაბუკაშვილის და მთელი პლიადის ოცნება იყო, რომ 82 წლის შემდეგ დაკარგული სურათი ლუი არაგონს, რომელიც ჰქონდა არსენალის ღამით, ესაჩუქეს მას იუბილეზე მოსკოვში, ლილი ბრიკის ინიციატივით. აი ეს სურათი, რომელიც რეზომ გადაიღო, ბატონმა რეზომ გადაიღო თავის ფილმში ფურცლები ფრანგული დღიურიდან. და იქ არის ეს სურათი არაგონთან ოჯახში, იმის ბუხრის თავზე შემოდებული. ეს არის ეკრანზე ჩანს და ეს არის დოკუმენტი. დადასტურებული, უკვე დასტურად შეიძლება მიიღოთ. და აი შემდეგ უკვე რომ ვიცოდი რომ ეს ლილი ბრიკის ოჯახიდან იყო, წავედი მოსკოვში და უკავშირდი მის შტამომავლებს, გერს, მისი გერი იყო მაშინ უკვე, მაშინ კიდე ცოცხალი და აი რაღაცა ესეთი ძებნით მითხრა რომ იცი რა, არაგონის მუზეუმში იქნება ეს, ან თუ არ არის არაგონის მუზეუმში, რომელიც პარიზიდან მოშორებით არის, სადაც ისინი თვითონ დაკრძალული არიან, ის და ილზა ტრიოლი, მისი მეუღლე. თუ იქ არ არის, მაშინ იყო ერთი ირანული წარმოშობის პოეტი, ჟან რისტა, რომელიც ძალიან მეგობრობდა არაგონთან, მასზე ბევრად ახალგაზრდა. შესაძლოა მის კოლექციაში იყოს ესისა და რა. ეს მხოლოდ ვარაუდის დონე იყო. ყველაფერი ესეთი და უბრალოდ მომცა რაღაცა ტელეფონი. აი თუ იქნები პარიზში, მაგრამ ხო მე არა მაქვს ისეთი ცხოვრება, რომ როგორც შემიძლია მინდა გავქცეულიყავი პარიზში. გავიდა წლები, მე კიდე კითხულობდი, ვრეკავდი, ვაბარებდი ვიღაცებს, იქნებს ადმენახოთ. შემდეგ რეზო თაბუკაშვილი ამბობდა, რომ მთელი ის ქონდა ჩანაწერები ამაზე, რომ სად არის ეს სურათი გამოგვიჩინონ და თუ ისე არ გვაჩუქებენ რაღაცა თანხას გადავიხდით და შევიძინოთ, ან იქნება ლუვრში გამოფინონ, მაშინ მოგვეთ ექსპოზიციაში და მოკლედ ძალიან უნდოდა მას ამ სურათის დაბრუნება, მაგრამ ისიც ვერ მოესწრო ამას, იმიტომ რომ ეს მოხდა 2002-ში პარიზში ვიყავი წასული, უკვე სხვა გადაცემაზე ვმუშაობდი, შორეული ახლობელი, სადაც აი ის იყო მაშინ კლოდ კემულარია ყველაზე უფრო ისეთი წარჩინებული, აქედან წასული ფრანგი, ქართველი ფრანგი, მაგრამ იქ დაბადებული. ძალიან ფლობდა ენას? არა, ის დაიბადა იქ. შობლიურს. იქ დაიბადა, მაგრამ შობლიურს ვერ დედა ყავდა ფრანგი. ასევე რამდენიმე ინტერვიუ გავაკეთე და ეს ტელეფონის ნომერი, რომელიც მქონდა, თხოვე იქაურებს, რომ აი ამიკრიფეთ ეს ნომერი. აღარ არის ახლა ესეთი ნომრებიო. რა ვქნა ახლა რა გავაკეთო და მე მოიფიქრა იმ ბიჭმა, რომელიც შემახლდა, რომ როგორც ჩვენთან წინ ორიანი და რაღაცა, აი ასე რაღაცეებით და მოკლედ აი მოხდა ისე რომ გავედით მოკლედ ამ კაცზე, ამ ჟანრისტაზე
დაურეკეთ, პირველად იუარა, მე არაფერი პიროსმანი არა მაგ და არაფერი არ ვიციო. მეორე დღეს უთხარი კიდე დაურეკე მეთქი. იმიტომ რომ მაგას აქ თქო, ნამდვილად ვიცი თქო. აი ესეთი გრძნობა მქონდა, რომ მას ქონდა ეს. ეს გრძნობის დონეზე არა, გრძნობა კიდე რატომ მქონდა? იცით, ჯერ მუზეუმში წავედი. და ამ ტრიოლეს და არაგონის მუზეუმი მთლიანად სხვა შორის სპეციალურად ჩამოვიდა, შობა იყო 25 დეკემბერი და ეს დირექტორი სპეციალურად ჩამოვიდა და გამიხსნა დამათვალებია მთლიანად და რო ავედით ბიბლიოთეკაში, არაგონის ბიბლიოთეკაში. ეს საკვირველია რა, რომ გაგიხსნან. ხო, აი რაღაცნაირად ყველანაირად ხელი შეეწყო. ხო, ნუ რაღაცა ბედია, რაღაცა არის, არ ვიცი. ზემოდან მოდის. რა საკვირველია ზემოდან. ხო და რო ამ იმაში ბიბლიოთეკაში ავედით და თაროებს უყურებ ესე გავხედე და ზუსტად ფიროსმანის ის ალბომია, რომელიც სახში მაქვს. და რომელშიც არის არსენალის თაღამი. უცადეთ ეხა ყდა არ ჩანდა. აი ეს გვერდი ჩანდა, ხო? როგორ მიხდით? აი ესე ჩანდა, მაგრამ მაშინ всё. ვიცანი ეხა ფიროსმანის ალბომს როგორ არ ვიცნობდი და არა თუ ესე გადმოვიღე. გადავშალე. და გადაიშალა ზედ არსენალის მთაზე. ნუ ეხა ეს ჩვეულებრივი ამბავია, არ არის, არა. შემთხვევით არაფერი ხდება. ხო და მოკლედ მეორე დღესაც რო დავარეკიე, უთხარი რომ მე მეთქი ვიცი რომ არაგონს ბუხრის თავზე ქონდა ეს სურათი შემოდებული თქო. და თქვენთან არის ეს სურათი. ასე უთხარი მეთქი, ის ფრანგულად ელაპარაკებოდა. ეს ჟანრისტი არ ლაპარაკობდა ინგლისურად და მე ფრანგული არ ვიცი. და კარგითო მოდითო მითხრა. უთხრა იმას. 11 საათზე დილას წარმოიდგინეთ რა ღამე მქონდა, ან რა დილა მქონდა, ან რა დღეში. ნუ არ მითხრა. კურსი ალბათ იყო რა. არ დაგეძინებოდათ. და გადაღებული მაქვს ეს ყველაფერი გადაცემაში მაქვს, როგორ დავდივარ სცენაზე, ველოდები რომ ეხლა 11 საათი უნდა გახდეს და იქვე მონმარტრის უკან ცხოვრობდა სცენაზე, გადასარევ სახლში, გადასარევ ბინა. ეთყობა არაგონის მეშვეობით და ბევრი სურათებიც ექნებოდა მას სხვა. და მოკლედ მივედით 11 საათზე, კარგა ხანს ყავა, ჩაი, ისა გაგვიმასპინძლა, გველაპარაკა, ნუ აღარ დამთავრდა ეს. ნელი კობიაშვილი ნერვიულობს საოცრად. მე ნერვიულობ, ველოდები რომ ისა და გავიხედა და რაღაცას მოვკარი, ყური იქით თვალი იქით ოთახში, ლურჯს. ხო და სხვა შორის უგამაცნო ისინი მაჩუკა კიდევაც არაგონის წერილები ფიროსმანზე. რას ბრძანებთ? და როცა რეზო თაბუკაშვილმა მერე უკვე როცა ინახულა ის 82-ში და კითხა ფიროსმანზე, არაფერი აღარ ახსოვდა. წარმოგიდგენია? არაფერი და ამ დროს უამრავი რაღაცა აქვს დაწერილი ფიროსმანზე. რას ამბობთ? და მოკლედ გამოიტანა ეს და გითხრა რომ ინახავდა ბანკში. ხო და ელოდებოდა რომ ვიღაცა საქართველოსთან აუცილებლად გამოჩნდებოდა და გამოჩნდი მე. გამოჩნდით თქვენ? ჩამოვედი მე ხო, მოველაპარაკე უთხარი ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ ეს 2002 წელია ხო, 2-3 ესე ხო. და ბევრი არ შეგვიძლია, მაგრამ ნუ აი რასაც დააფასებთ გითხარი და ჩვენ ვეცდებით რომ გადავიხადოთ და ნუ დააფასა მაშინ ჯერ 150, შემდეგ 300, მაგრამ არც ეგრაფასი იყო. ეს შედევრები, ეს ჩვეულებრივი სურათი კი არ არის ხა. ფიროსმანი ყველა საინტერესოა, მაგრამ ეს არის შედევრების შედევრი. ასე ამბობდა ჩუპჩიკა, ასე ამბობდა ბატონი რეზო და ასე ჩუპჩიკას ნათქვას მოდი და ნუ ჩუპჩიკას ველაპარაკე წასვლის წინ რო იცოდეს ხალხმა თენგიზ მირზაშვილს. ვერი პოვიო კაცო მალავენო მაგას ეს. თენგიზ გეუბნებათ მაგას? ვარიანტი არ არის ვერი პოვიო. რატომ თარსავ მეთქი მე ვთხარი. ნუ არ გთარსაო, მაგრამ ნუ რა ვერი პოვიო და ნუ კაი ნახეო რა. ნუ ესეთი განწყობა ქონდა, ნუ რწმენა. ხო. მართლა ძნელია. მოკლედ ეს ამბავი ჩამოვიტანე თბილისში, დავწერე ყველა იმაში, მაშინ რაც იყო ორგანიზაციები ქართულში, ბადრი პატარკაციშვილთან, იმას სააკაშვილი იყო პრეზიდენტი და სააკაშვილსაც მოახსენეთ რომ ესეთი რაღაცა არ შეუწუხებია თავის ფიროსმანი კი არა, სადაც ალა საგულაოდ მიდიოდა
იმაში საფრანგეთში მიდიოდა და უთხარი პიარი ხო უყვარს მეთქი და წამოიღოს ეს სურათი არაცალა მაგისთვის და შემდეგ მოკლედ ეს სურათი გაჟონდა ამ ინფორმაციამ და ტელევიზიათაც გავაკეთე გადაცემა ქვეყანა უყურებს და ჩავიდნენ იქ და მიაგნეს კოლექციონერებმა და შეიძინეს და წაიღეს მოსკოვში და სხვა ჯერ ძალიან გამიხარდა მე რომ სადღაც ისე იმაში ბანკში კი არ წაიღეს კარგ კერძო კოლექციონერმა წაიღო მოსკოვში მე არც ვიცოდი რომელი ის არის კოლექციონერი ან რა საგამოფენო დარბაზი რაღაც მითხრეს რომ პრესტიჟულში არის და ვერ მოვახერხე ჩასვლა რომ მენახა მე უცბად აუქციონზე გამოჩნდა და მე ნუ იცი თქვენ 1-2 მესამე აუქციონი ბიძინა ივანიშვილს არ მომბეზდება მადლობის თქმა არ მომბეზდება 1000 ჯერ და მილიონჯერ ვეთქვი მადლობას მარტო ამისთვის კი არა მაგრამ ამისთვის განსაკუთრებით უბრალოდ უხმაუროთ იყი და მოუცა კიდეა ეხა ჩვენთან ხელოვნების მუზეუმში ეს სურათი აი ეს ორი დიდი რაღაცა რაც მიმაჩნია რომ რეზუმე რო გავაკეთო აი რომ შედეგი არის ეს ორი რაღაც ეს სურათი რომელიც შრომავლობას დარჩება და აი ეს თარღი რომელსაც კიდევ დაუბრუნდებიან მეცნიერები მომავალში აი ეს არის საქმე რა შეიცით ეხლა თქვენ ყვებით ხო ვხედავთ რომ სიძნელეები ბევრი გადაიტანეთ მაგრამ ეს განცდა ხომ ამის გაღწერა ხო შეუძლებელია ხა რაც თქვენ მე ხარ შეიძლება ჩქარა და მოკლედ მოვღები არა გაქვთ უფლება ხა იცით რა მე დღეს მინდა რომ სმენელის როლში ვიყო იმდენი გაქვთ სალაპარაკო და ისეთი საქმე გაქვთ გაკეთებული და ამდენად ისა ხო არა აი რომ ლაპარაკობდნენ მასზე რომ ზოგი ღატაკს ამბობდა, ზოგი ბარონს უწოდებდა. ხო. აი ამას როგორ ახსნით? აი თქვენი უკვე აი ჩანაწერების მე ხა ყველაფერი წაკითხული მაქვს, აი თუ ვინმე მაგრამ გოგლა თვითონ წერდა რომ ყველაფერი მართალი კი არ არის, რასაც ყვებიანო. ტყუილ მართალი ყველაფერი წაკითხული მაქვს. და ისეთი ხალხიც მინახავს, კიდე ცოცხლები იყვნენ 80-იან წლებში, ვისაც ნანახი ყავდა. პატარები ვიყავითო თამარ კახიანი ცხოვრობდა გოგოლის ქუჩაზე. გოგოლის კი არა, თვითონ აი ამ ფიროსმანის ქუჩაზე, მალაკნების. და ისეთი იყო, იცი, ის კი არ იყო, რომ რაღაცა მივარდნილი და დაჩაჩანაკებული. არა, ისე ღარიბულად ჩაცმული, მაგრამ პიჯაკში, შლაპაში და დაქონდა ვედრო დაქონდაო და ჩვენო კოლა ნიკოლაი, ისეთი დომანი გულაი და თუ თქვენ მამაძაღლებო გვეტყოდაო და აი ეს იქ იმ ქუჩაზე სადაც ის ცხოვრობდა ბოლო ხანებში აი ამ ქალბატონთან ესე იგი ღატაკი იყო თუ არა ღატაკი არა ბარონი შინაგანად იყო მან იცოდა რომ გენიოსი იყო ერთი წუთით არ იფიქროს ვინო რომ არ იცოდა რას ხატავდა ძალიან კარგად იცოდა ფასიც იმ სურათებისაც მაგრამ ერთხელ ამბობს რომ აი ეხლა მეო რო ფული მქონდესო ვიქირავებდი ბინასო და საღებავებსაც ვიყიდი და ისეთ კარგ რაღაცებს გავაკეთებდი ბევრად უკეთესიო ვიდრე ბაიაძესთან არისო და ბოლოს ვქირავობდიო კავლიჩაე ბალკაზე ბინასო 4 წელს 1904 წელს კავლიჩაე ბალკა ეს არის ელბაქიძის აი სადაც ელბაქიძით ავდივართ კი ბატონო და ესეთი დაქანება რო არის ეხა იმდენი სასტუმროები ააშენეს მარგო და ისა ივანე მიხეილ ჯავახიშვილის ბინა მაგ მე აი მანდ ხო მაგის უკან ეს სულ იყო კავლიჩე ბალკა ხო და მოკლედ არ ქონდა ამის საშუალება ნუ მე რაღაცა თითქოს ხანდახან უკეთესად იყო ხანდახან უჭირდა რა თქმა უნდა ფსიქოლოგიურადაც უჭირდა ფაქტია იმიტომ რომ მარტო სულ ახლა გენიოსი კაცი, ნუ გენიოსი იყო ფაქტია, გენიოსი ნამდვილი. და რომელთაც ახასიათებთ უცნაურებები, როგორც წესი. ხო, უთხრა მან მესხიშვილმა მედუქნემ არა ჩვეულებრივი დუქანი, სხვა შორს არ არის თქვენგან იმის საბჭოს მოედანზე არის მესხიშვილის დუქანი. მე გადაღებულიც მაქვს. თავის დროს ყველაფერი გადაღებული მაქვს, ჩემ აი ჩვენ ვეძებ ფიროსმანს. ეს შეიტანეთ ყველაფერი წიგნში. ყველაფერი გადაღებული მაქვს და ყველაფერი მაქვს წიგნში. შეტანილი გაქვთ. კი, ყველაფერი.
იმიტომ რომ გზადაგზა ვიღებდი, ხო ვიცოდი რომ დროს უნდა დამეჭირა დრო ეს ადამიანები კიდე ცოცხლები იყვნენ და ქალბატონელი. ხო და აი რა მინდა გითხრათ რომ მესხიშვილმა მესხიევის გვარით იყო მაშინ. შესთავაზა რომ ნიკალა გეყო წანწალიო. მოდი ჩემთანო, აბანოც გექნებაო, საჭმელიც გექნებაო, დასაძინებელიც გექნებაო და ხატე რამდენიც გინდაო. არაო. მე რა ქვია იმას რა ქვია რო იჭერენ და უკეთებენ ხელბორკილებს ხელბორკილებს ვერ დავიდებო ესე იგი მისთვის ეს ბორკილები იყო ხო აი ესე თავისუფლად უნდა ევლო და თავისუფლად უნდა ყოფილიყო და ის ხალხიც ვნახე რომელმაც ბოლოს ნახა ის საშინელ მიწურში იქ ადამიანი კი რა ძაღლიც ვერ გაჩერდება და იქ ცხოვრობდა, იქ გახდა ავად და იქიდან წაიყვანეს გამოიძახეს სასწრაფო იქა მაშინდელი რაღაც ის იყო ლინეიკას ეძახოდნენ მაშინ ცხენები და დასაჯდომი და იმითი წაიყვანეს და არ ვიცი არამეაცის არ ვიცი მიხალოვის საავადმყოფოში აი ეს მომიყვა მე შთამომავალმა იმ ადამიანის რომელმაც ბოლოს ნახა ფიროსმანი ძალიან ძიმედ დაავადებული და ეგეც გადაღებული ეხლა როგორც თქვენ ფიროსმანის ექსპერტი დავარქვათ ეს ხო ნუ იმიტომ რომ კვლევარი ხართ არავის არაფერი მაგდაგვარი არ გაუკეთებია ხო მარგალიტას შესახებ რა სიტყვით არა ეს ნამდვილი ფაქტია ნამდვილია კი ნამდვილად არსებობს ისა აფიშა დიახ სადაც წერია ეს მარგალიტა და სერვე და ეს აფიშა იყო გამოკრული პეროვის ქუჩის ქიაჩელის ახლა ქიაჩელის ქუჩის დასაწყისში პეროვი დახვლიდიანი გახდა და ქიაჩელი ხო აი ქიაჩელის ქუჩის დასაწყისში იქ ესეთი ბოძი იყო და იქ მას რცხილაძეს ჰქონდა კაფე შანტანი იქ ბაღებია იცით აქედან არ ჩანს მაგრამ აი იქ მაცხოვრებლებთან რო შეხვიდეთ სახლში მათ უკან არის ბაღები და აი იქ იყო ამ ბაღებში იყო ეს წყილაძის ანუ მარგალიტა ნამდვილად იყო ჩამოსული და მე პარიზში როცა იყო გამოფენა მოვიდა ერთი ხანშესული ქალი მაგის სურათიც მაქვს მე წიგში და თქვა რომ ეს მე ვარო ეს მარგალიტაო და ეს არისო მაპატიოს მაყურებელმა სამაზვანეც როგორ არის თვითმარქვია გავს სასაცილოა ისა წარბები თვალებით გავს რას ამბობთ საოცრება ეხლა რა არის იცით მე ხო ყურადღებით გისმენდით და ის საოცარეს ეს თითქოს მონაწილე ვიყავი ბრძოლისა და იმდენი წვალებისა რაც თქვენ გადაიტანეთ ეხლა იცით რაზე დამწყდა გული აი როცა აი თქვენ ეს აღნიშნეთ ეს ყველაფერი გული მწყდება იმაზე რომ არ გეჩვენებათ რომ ეს თქვენზე უნდა იყოს რიგი განათლების სისტემაში სკოლებიდან რომ სხდომათა დარბაზები ხო აქვთ სკოლებს რომ მიგიწვიონ და ფიროსმანზე თქვენი ლექცია მოისმინონ არის თუ არა ეს გასათვალისწინებელი მე სკოლის ისა მაქვს იმიტომ რომ სკოლაა ჩვენი ისა მომავალი ეს არ არის პროგრამაში არ შედის არა პროგრამაში ნუ შედის მე წინა გადაცემებშიც აღვნიშნე ძალიან მიყვარს ნელი სიტყვა ზნეობის ტვირთაკიდებული ადამიანი აღარ შემოგვრჩნენ ეგეთები აღარ შემოგვრჩნენ მაგრამ ვინც არიან უნდა მოვეფეროთ და რიგი დავაყენოთ მასთან თხოვნით რომ ესე იგი ჩემთან მოდი ხო ეხლა არც მე მოგიყევით ეს ხო ახალგაზრდობა მარიცის ბატონო მარტო ახალგაზრდობა ცოტა დიდ მასაკმაც არ იცის და ეხლა იმდენი კვლევა აინტერესებთ აი დაინტერესებთ გაბატონელი არ გეთანხმებით არ ვიცი შეიძლება თუ არ დაინტერესებთ ხო იცით რა შეიკრიბა 150 ბავშვი ხო დაუშვათ იმ დარბაზში თქვენ რომ 20 ბავშვი თქვენსგან იმას აქნათ მოაბრუნოთ ეს პატარა ციფრია 20 შემდეგ ლექციაზე 20 აი ეს აუცილებელი სხვანაირადაც შეიძლება ჩვენ მუზეუმში გვაქვს ესეთი საათები იფიქრეთ რა ამაზე მუზეუმში გვაქვს საათები გალერეაში რომ შევარდნაძის გალერეაში მოდიან ბავშვები ხატავენ თამაშობენ რაღაცა მაგრამ ეს სკოლის ეგიდით
სკოლაში სკოლები მოდიან კი მოსწავლეები კარგია მომწონს მაგრამ ახლა ლექციების სახით ერთხელ ჩავატარე ლექცია მახსოვს ამ არსენალის მთაზე და ჩემთან ჩავატარე კი და ნუ იყო მოზდილი ხალხი იყო მოსული მაგრამ რა ვიცი აბა ცოტა მე ზარმაცი ვარ და არც არავინ კალთას მაგლიჯავს და ასე რომ იცით რა ნელი არ გეჩვენებათ რომ არ უნდა დაგვაგლიჯონ კალთა ჩვენ უნდა მოვისურვოთ იცით რა ეხლა განათლების სისტემა აბსოლუტურად შუშის თვალებით იხედებიან ეხლა მოусმენი ამის წინ ესე იგი აი გავოგნდი მე მეგონა რომ ჩვენთან არიან ქუჩაში გააჩერა ერთ-ერთმა არ ვიცი ჟურნალისტი იყო ალბათ მიკროფონით დახვდა და ესო ბასტილია ვინა იყო ეკითხება და ჩემი ბედი რო ვიცი მაგასაც მე დამაბრალებენ ნუ ეხლა ესე დამოსრებული მაინც ყოფილა ვიღაცა ხო და ეხლა იცით რა გული მწყდებოდა ძალიან რომ საქართველოში ესეთი ახალგაზრდობა შეიძლება იყოს არ ვუშვებდი ესე მაგრამ ვუსმენ მას ძირითადად რუსულ გადაცემებს ვუსმენ და იქ აჩერებს ყმაწვილი ჟურნალისტი ახალგაზრდა გოგონას საკმაოდ ისეთი მორთული მოკაზმული совсем удобствами და ეკითხება ეს ყმაწვილი მითხარითო სახელიო ლევ ნიკოლაევიჩ ტოლსტოვა მე უსმინე მაგას უყურეთ ამას ესე იგი ტვინი ოდნავ მაინც არ მუშაობს ლევ ნიკოლაევიჩ ტოლსტოვის მამის სახელი მითხარი ნუ არა დაჩლუგებული არა სრულიად ეგა ეხა იცით რა ინტერნეტისგან ტურიზმიდან არ ვიცი არის ქალბატონელი ბოისა ცნობად ადამიანებთან ინტერვიუები და მათი პასუხები ეს იგი და მან კობა არაბულმა უწოდა ისა ცოდნის კიდობანი და ნუგზარუხაძე მითხრა შეიძლება 700 გვერდიანი წიგნი დავამთავრებდა. უი რა კარგია მეთქი და რა არის კარგიო სასწავლო წიგნიო, წაიკითხავენ და გადადებენო. ხო და წიგნი არის შენიო, იმიტომ რომ აუცილებლად შემდეგი საუკუნის მოსახლეობას დააინტერესებს ამ წლის, ამ საუკუნის მოწინავე საზოგადოება როგორ აზროვნებდაო და კობა არაბულის გამო დავიწყეს. კობა არაბულმა თქვა ესეთი რამე. საერთოდ თუ ადამიანი დაუკვირდებაო, კითხვაში ყოველთვის ჩანს ნახევარი პასუხი მაინცო. კი, რა თქმა უნდა. ეხლა გეკითხებით, ლევ ნიკოლაევიჩ ტოლსტოის მამის სახელი მითხარიო. და მეორე ფაქტი. ჩოჩქოლი შეიქმნა ისევ მიკროფონითაა ისა და რა მოხდაო და ისა პუშკინი გაიტანა მანქანამა. აბა ვიცილი? ის კი არა რომ პუშკინი რა დროს პუშკინია, ხო? ну აი ამ დონემდეა მისული და ქალბატონელი ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით თქვენ მოქმედებაში. იქნებ განათლების სისტემაში. თავარია ეხლა ქალბატონმანდა ეხლა არ მინდა პოლიტიკაზე ლაპარაკე, თავარია რომ აი ეს პოლიტიკა კი რა ახალგაზრდების განათლება. არა, აი ეხლა აი ეს არეულობა რო იქნება ეხლა აი ეს ხალხი ამის თანაშეკითხვაზე პასუხს რო ვერ იძლევა. ეს ახალგაზრდობა რო გამოცვივდება ქუჩაში და ჭკუის სწავლებას რო დაგვიწყებს ჩვენ, აი ეს მაწუხებს მე. რომ აი ასეთი დონის ახალგაზრდობა აიყოლიეს, თლად დააჩლუნდეს. ეს სრულიად რაღაცა ჩაუდეს თავში და ეხა ჩვენ რა უნდა ვქნათ? უნდა ვცემოთ ეს ახალგაზრდა, გავრეკოთ. აი რა ვქნათ? ჩვენ ჩემი თაობა ხო ვიდექი 9 აპრილს ვიდექი ნუ იმის შემდეგ ხო არ დაგვისვენია? არ დაგვისვენია. არ ყოფილა საშველი ჩვენ. ხო, სულ ვდგევარ ქუჩაში. მაგრამ მე მესმის რა გააზრებული მაგ და ამას რაღაცა რობოტები ჩაუდეს თავში და მე რაც არ უნდა ველაპარაკო არაფერი არ ესმის არ აინტერესებს ეს შენი პიროსმანი მას ეხლა ქალბატონელი ეხლა ჩაიაროს ამ არეულობამ თუ არჩევნები თუ რაც ქვია ჩაიაროს ყველაფერმა ამან და ამის შემდეგ უკვე აუცილებელია ის რომ განათლება ყველაფერი ეგ არის განათლება პუშკინი გახსენდებათ რომ წუხდა პუშკინი არა ბოდიში ჩეხოვი რომ პედაგოგი უნდა მიეღოთ სოფლის სკოლაში და ვაიმეო ეხლა ისეთი გაჭირვებული დრო გვაქვსო რომ პედაგოგისთვისო ჩვენო მხოლოდ ერთი დამხმარის და ერთი მზარეულის შეთავაზება შეგვიძლია მეტი არაო თქვენ გესმით ქალბატონელი ეს იგი პედაგოგი უპირველესი სპეციალობაა
ყველა სპეციალობის შემქმნელი პედაგოგია. არა, ნუ წიგნებზე ეს უნდა გასაქმნათ. პედაგოგიის საერთო განათლებაზე თუ გადავალთ რაღაცა კატასტროფა, არ ვიცი, ამ რას ერჩოდეთ ამ იაკობ გოგებაშვილს ვერ გავიგე. რაღაცა თანამედროვე ვიღაცა ჭიჭიკო მწერლების ნაწარმოები რატო უნდა ისწავლოს ან ვიღაცა ჭიჭიკო მწერლის ლექსი რატო უნდა ისწავლოს. აბსოლუტურად გეთანხმები და გოგებაშვილმა რა თქვა ხო გახსოვთ ხო შენურად გახსოვთ რომ მეო დედაენის დაცვას უფრო დიდი დრო მოვანდო მე ვიდრე შექმნასო. ნუ ახლა ეს ხო გულდასაწყვეტია აშკარად. ნუ აი ესეა ჩვენი ხო და აი ესეთი ის რაღაცა ბოლოსკენ მივდივართ მე მგონი ჩვენი საუბარი. ხო მაგრამ იცით ცოტა გული მწყდება იმიტომ რომ ბევრი ვერ მასავქენი. და ვიცი რა შეიძლება კიდე შემიძლია გითხრათ ჩემზე თუ გაინტერესებდა ძალიან საინტერესო თქვენ გძანდებით ძალიან საინტერესო იყო ეს სწორედ ფიროსმანი რო აღმოვაჩინე პარიზში იმ პერიოდში ვაკეთებდი გადაცემათა ციკლს შორეული ახლობელი. დავდიოდი რუსეთში, მაშინ თურქეთში, ამერიკაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ. და რაღაცა კავშირი რო ქონდა საქართველოსთან, აი ეს ასეთ ადამიანებს ვიღებდი და ამან ძალიან ბევრი მისცა ჩემმა ყურებელს, იმიტომ რომ მაგალითად გაიცნეს გუჯი ამაშუკელი, რომელიც არ იცოდნენ და გუჯი ამაშუკელი არის ძალიან ცნობილი ხელოვანი, რომელიც რომის პაპისთვის და ასეთი მაღალი დონის შეიხებისთვის ბალანჩინზე არაფერი იციან, მაჩაბელზე არაფერი იციან, ქართველიშვილზე არაფერი იციან. აი ეს რაღაცა საგანმანათლებლო ხასიათი ქონდა ამას ყველაფერს, იმიტომ რომ ის თავისას ყვებოდა, აი კლოდ კემულარია მაგალითად ყვებოდა მამამისს ამბობს რომ მამა ჩემი უფრო ქართველი ისეთი მოკეიფე ეს საფრანგეთში მოღვაწე. დიახ. ის ძალიან დიდი კაცი იყო, ფინანსთა მინისტრი იყო მაგათი, ის იყო კიდე მის მრჩეველი მონაკოს პრინცის მრჩეველი და მოკლედ ეგეთი წარმატებული ქართველი არც ერთი არ ყოფილა, წარმოდგენა არ აქვს. გადაცემა გამქონდა გამზადებული და არ გამაშვებიეს ეთერში, იმიტომ რომ ხელშეკრულება გამითავდა და ეს მიშას დროს და გამომიშვეს. მაგრამ წავიდა მიშას დრო. ნუ ახლა უკან მე ვეღარ მიბრუნდები. არა, იცით რა, მაგრამ დარჩა ხო ის ხო შეიძლებოდა რომ გაეცნო ხალხს. გაბატონელი, ვისაც ეს გვტკივა ახალგაზრდებს, ნუ ჩავაგდებთ იმათ ხელში, ვისაც მხოლოდ ეგ სამწუხაროდ უკვე ჩავარდნილი არიან იმათ ხელში. არა 1000-დან 100-იც რო გამოვტაცოთ ხელიდან. ეხლა გეტყვით გამოვტაცებთ. ახლებს თუ რამეს გავაგებინებთ, თორე ისინი უკვე ისე არიან დაზომბირებული, რომ იმათ იმედი არ აქვს. ღმერთმა კარგად ამყოფოთ, შეიძლება გაიზარდონ, დაჭკვიანდნენ, მაგრამ აი ეს პერიოდი მაგათი არის ძალიან შემდეგ მაგაც მაინც მოვკიდოთ ხელი და ეხლა უყურეთ, როცა მე წარმადგინეს ამ პატრიარქის სახელობის პრემიის ლაურეატობაზე ნუ დარბაზი სავსე იყო. მე არ ვიცოდი სად მივდიოდი და არაფერი არ ვიცოდი. სიურპრიზი იყო. სიურპრიზი იყო კი და ესე იგი მეხუმრებოდნენ ნათესავები გზაში რეკავდნენ რომ მანქანის ნომერი მოგვაწოდა სად მიდიხარო მართლა ნუ ესე იგი იმით ხანს ვიყოფმანე. და იცით რა როცა სცენაზე ავედი გამოაცხადეს რომ ესე იგი საოცარი იმით შედგენილი წიგნი ეს ის მემორწიგდზე იყო ლაპარაკი ქართული ანბანი 2006 წლისა და როცა ეს წიგნი დავასრულე ქართული ანბანი 2006 წლისა რომელსაც ბატონმა რამაზ პატარიძემ 65 წელი შეწირა იმის კვლევას ხო ისა მირეკავენ მეცნიერებათა აკადემიიდან და მანენა მეუბნება ისა იცი რომ გრაკლიანმა უფრო იმასაკნა დააძველა ანბანიო ხო და მე უთხარი ჩემი პასუხი იყო ესეთი მე ის ვიცი მეთქი რომ 2006 წელზე ნაკლები აღარ იქნება მეთქი და მეტი თუ იქნება მხოლოდ გავიხარებ მეთქი და ეხა ამ წიგნზე იყო ლაპარაკი სათაური და სახელის ყველაფერი სოკრატემაც არ იცოდა და ამ დროს ნუ ჩამოვედი მე იმიდან სცენიდან მადლობა მოვახსენე ჩამოვედი და მიახლოვდება ერთი ძალიან სასიამოვნო ახალგაზრდა ყმაწვილი და როგორც აღმოჩნდა არის ტყიბულის მერი და მინდა სასიამოვნოდ გაგაკვირვოთ მოვიდა და მეუბნება რომ მის წიგნიო რაც იქ სცენაზე აღინიშნაო თქვენ მიერ დაწერილიო სად შეიძლება შებიძინო და მე ვთხარი მერი დავინახე რომელსაც წიგნი და მეთქი აი იცით რა აი ისეთი გაგიგვირდა თან და მერი და ისეთი კეთილშობილი სახე ქონდა ისეთი
მეოთხარი არც იფიქროთ მეთქი, იმიტომ რომ 50 ლარად ყიდიან მეოთხარი მაგასო თქვენო ნუ დარტობდო ოღონდ ეგ წიგნი ჩავიგდო ხელში, იმიტომ რომ გააკეთეს ისეთის რომ ეს სამაგიდო წიგნიაო და წინა გადაცემაში ეს აკადემიკოსი მყავდა მედიკოსი და იმან მითხრა მარინა რა მიქენი ღამე აღარ მძინავსო და გამიტყდა ძილიო და მაგიდის წიგნად ვაქციეო და იმან ეს მითხრა მხოლოდ თქვენის მითხარიცადო და მეუთხარი რახან მერი წიგნითაა დაინტერესებული 1-5 წელი მაქვს კიდევ მეთქი და ერთს მოგართვევთ აუცილებლად თქო აი იმდენად გაკვირვებული მასავკენი და ეხლა იცით რა მე ვისარგებლებ შემთხვევით რატომ ვისაც ეს წიგნი გაქვთ ვიღაც ქალბატონია ესე იგი რომელსაც აი ეს დაფარული აქვს მანენა აბაშიძე რო ავტორი და შეტანილი აქვს ეს იმაში თავის Facebook გვერდად აქვს ქცეული მე ვერ ვხვდები კარგი ქალბატონია მაგრამ ხა მე ვერ ვაკადრებ და კარგი სურათი მოეწონა არა აი ეს წიგნის ყდა არ ვიცი ესეც წარწერა ესეც არის მარტო ეს არ არის ხო და ეხლა ვთხოვ კარგი ქალბატონია ალბათ და ვიცით რა მადლობელი ვარ 6 თვე ჩემი იმით წიგნის ყდით არის მაგრამ ეხლა გამოიყენოს სხვა რამე მაგრამ ეხლა რაც მინდა იცით რა აქ პირველ გვერდზე არის კითხვებით იწყება რა საკვირველია აი კითხვები მაგრამ თქვენ რომ აქ მოთავსებული ავტორი გაინტერესებთ აქ კითხვას ვერ იმასიდა უხერხულია რომ აქ კითხვა მე აქ ნომერი ამიტომ გთხოვთ ესე იგი ამას მიაქციეთ ყურადღება თქვენი იმიტომ რომ გაგიადვილდეთ სამუშაო აი აქ არის კითხვები ამას დახურავთ აი ნებისმიერი ვისაც შეგიძლიათ მე აი კითხვები არის აი კითხვები აქვს პასუხი აქვს აი ესეთი რაღაც აი საინტერესოა ძალიან ხო აი ეს მოვიფიქრე და ნუ ყველას გაუკვირდა მე ასეთი ის არის მიგნებაო და ძალიან მასაკი თქვენ ჩუქნით ამ წიგნს და მე ჩემსაც გაჩუქეთ აუცილებლად აი მეც მოვიდამი და გაჩუქეთ აუცილებლად და მე ძალიან მოვეფერები მაგ წიგნს ჩემი წიგნი ჩემი ცხოვრების უღელტეხილები მაჩვენეთ თქვენი ფოტო რა კარგად ახართ აქ კარგი ავტორი ვადრი ვადაჭკორია ფოტოს ავტორი მართლა დიდებული ის არის ხო ამას მე გადაცემის შემდეგ გაუკეთოთ წარწერა მეც არ იმას ვიქრია და მოკლედ აი ეს გავცვალოთ წიგნები აუცილებლად ამაზე კარგი ხო ჯერ ეს არ არის ავტობიოგრაფიული კი არის ჩემი ცხოვრების უღელტეხილები რა ეპოქას მოიცავს მაგრამ ისიც გავიგე ქალბატონელი რომ ეს გაყიდვაში არ არის იმიტომ რომ ბერის დაფინანსებულია და არა მაქვს უფლება გავყიდო უფლება არ არის გაყიდვისა ისე რომ საჩუქრად ოი რა კარგია უღრმესი მადლობა ამით ძალიან ვისიამოვნებ მე ძალიან დავთავროთ ჩვენი საუბარი დაგვრჩა კიდე რამასაც იცით რა თქვენი ხელში ჩაგდება და მე ასე უცბად გაშვება არა არ მოვაბეზრო თავი მაყურებელს არ მოვაბეზრო თავი მოკლედ ქალბატონო უღრმესი მადლობა აი უღრმესი მადლობა რომ შეწუხდით მოგზანდით და თქვენი შრომის შედეგი გააცანით მაყურებელს თუ რა მეგნებავთ მაყურებელთან კიდევ ერჯერ გილოცავთ მართლა იცით რა კაცური კაციო ხო გაგიგიათ არა ეს ცოტა მტკივნეული გამონათქვამია კაცი უნდა იყოს რატო ამატებ მაგრამ კაცური აი ეგ დამემართა თქვენზე როცა პრემიის ისა საპატიო თბილისელობა აი ნამდვილი ხო თბილისელი ხო არა ნამდვილი თბილისელი კი არა ნამდვილი ღირსეული საპატიო თბილისელი რატო უნდა მჭირდებოდეს ეს არის მაგრამ იცით თქვენც რომ იგი იყო რამდენიმე არა ეს ყველას თავის ცხოვრება აქვს რა მე თბილისელი ჩემი თავი ყოველთვის მიმაჩნდა და ჩემ გარშემოს ხალხმაც იცოდა ჩემი რაღაც პატარა წვრილი შეტანილი ამ ცხოვრებაში და რა მინდა გითხრათ იცით რომ ერთხელ ერთმა ძალიან ნიჭიერმა კაცმა მითხრა რომ იცი რა საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი და ესეთი შემძლე ხალხია მაგრამ ვერ იყენებენ თავის შესაძლებლობებსო და გულდასაწყვეტია რომ ისე მიდიან ამ ქვეყნიდან რომ ვერ ტოვებენ ვერაფერსო ხო და აი მე სულ მქონდა თავში იცით ეს და სულ ფიქრობდი რომ აი რაღაცა ის გასაკეთებელია ეს გასაკეთებელი არ დამჭირდა რახან მე
ისეთი ბედი იყო ჩემი რომ მაის ფიროსმანს გადავკიდებოდი ეს უნდა ბოლომდე გამეკეთებია მე რადგანაც მადლობა უფალსო სამუშაო მოგვეცა ბევრი საინტერესო რამე მოხდა ჩემ ცხოვრებაში დაწყებული ამ რევოლუციებიდან ამ ომიდან აფხაზეთის ომიდან იქაც ნამყოფია როგორ ბევრი ისეთი თბილისი მე 60-იანი წლების თბილისი როგორი იყო რაღაცა იმდენი რაღაცა იყო ისეთი რომელიც ვიღაცამ ჩემს შემდეგ უნდა იცოდეს გაგონდება ცოტა ნიშნიანიძის სიტყვები თბილისელი ის არისო ვინც თბილისის ხსენებაზე ვისაც პულსი უჩქარდებაო ხო ხო პულსი გვიჩქარდება კი ეხა მინდოდა გამეკეთებია თბილისი და თბილისელები ესეთი გადაცემა ხო და როცა ვთქვი ერთ-ერთი სტუმარის შესახებ ეხო თბილისელი არ არისო თბილისელი ის არის ვინც თბილისს უფრთხილდება ხო და რაღაცა გააკეთა თბილისისთვის და მე კოლორიტი იყო თუ რა გალაქტიონი თბილისელი იყო და ის აკაკი ძირითადად ხო ისინი პროვინცია გვამარაგებდა ინტელიგენციით რაღაც კლიპი იყო თუ რაღაცა ისაო თაწმიდაზე რომელი ყავთ ერთი თბილისელი დაკრძალულიო ხო რა არც ერთი ვერიკო ისიც ქუთაისელი იყო ხო ვერიკო აჯაბარია ეგრეა ხო ეგრეა არც ერთი არ არის ეგრეა კაბუტონელი იქნებ დაგვთან ხვდეთ რომ კიდევ საინტერესო იქნება თქვენთან შეხვედრა კი რატომაც არა დაბჭა კიდევ რამდენი მაქვს მოსაყოლი მაგრამ იცით რა თქვენთან იცით რა ის დამეუფლა რომ მიმირჩევნია მსმენელის როლში ვიყო და სულ ვიდრე თქვენი მასპინძლისა რასაკვირველია იმიტომ რომ თქვენა გაქვთ ის საინტერესო სალაპარაკო იმ თემებზე რაც დაუშვათ თქვენია და თქვენ რომ მომცეთ მე დაუშვათ მასალა ვილაპარაკო არ გამოვა ისეთი როგორ თქვენ იმას ემოციას ატანთ თითქოს მე შევიგრძენი მე გადავიტანე ძალიან დიდი მადლობა თონ სასიამოვნო იყო საინტერესო უღრმესმაც თუ მაყურებლისთვისაც საინტერესო იყო ჩვენი საუბარი ძალიან დიდი მადლობა მოკლედ დღევანდელი გადაცემა დასრულდა შეგახსენებთ ჩვენი სტუმარი გახლდათ საპატიო თბილისელი ქალბატონი ნელი კობიაშვილი მე მგონი რეგალიებს არ ჭირდება ჩამოთვლა იმდენად ცნობილია და მე კი კიდევ ერთჯერ ვიტყვი ჩემთვის ძალიან სასურველ იმას მე კი პატრიარქის სახელობის პრემიის ლაურეატი ამჯერად 2 ნომინირებული ქალბატონი გემშვიდობებით მე შემდეგ ხუთშაბათამდე 10 საათამდე მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ნახვამდის